ძალიან მაგარი კონცეფტი მინდა გასწავლო. ამით შეგეძლება ძალიან ბევრი ფულის კეთებაც და დროის დაზოგვაც იმ მხრივ, რომ რაღაც კონკრეტულ დროს დავუთმო ტრეიდინგს და მე შეეშვები ხოლმე. მოკლედ ბოლომდე არ ჩავშლი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ღირებული მასალაა და ამ ყველაფერს დეტალურად ვასწავლი mentorship-ში და თან რაც მთავარია, ძალიან მარტივი არის. კონცეფტს ქვია PO3, ანუ 3 ძალა, კონსოლიდაცია, манипуляცია, დისტრიბუცია. ეს კონცეფტი შეგვიძლია როგორც სესიებზე, ასევე სანთლებზეც გამოვიყენოთ. მე ზოგადად სესიებიდან გამომდინარე მე სანთლებზე ვიყენებ ამას. უფრო კონკრეტულად რო ვიღოთ 4 საათიან სანთელზე, დროც რო დავაკონკრეტოთ, ამერიკის დროით 10 საათზე იხსნება ეს სანთელი, ჩვენი დროით უწევს 6 საათი. მარკეტის გახსნა 9 საათის შემდეგ იხსნება ახალი 4 საათიანი სანთელი და რატო არის კომფორტული ამ 4 საათიანის გახსნაზე ვაჭრობა და არა სიტყვაზე მომდევნო 4 საათიანის. იმიტომ რომ მარკეტის გახსნასთან ძალიან ახლოს ემთხვევა ეს დრო, ძირითად შემთხვევაში 10 საათზე არის ხოლმე ნიუსები ამერიკის დროით და რას ველოდებით მოკლედ. 4 საათიანმა სანთელმა, როდესაც გაიხსნება, პირველ რიგში უნდა გააკეთოს манипуляცია და შემდეგ გახდენს ხოლმე დისტრიბუციას ძირითადად მარკეტზე და ეგ დისტრიბუცია ისეთი დისტრიბუციაა ხოლმე ძირითად შემთხვევებში, რომ მარკეტს ძალიან კარგი და დიდი მოძრაობები აქვს ხოლმე მაგ манипуляციის შემდეგ. მოკლედ როგორც ხედავთ, აი აქ უწევს 10 საათიანი სანთლის გახსნა. შესაბამისად ეგ იმას ნიშნავს, რომ წინა 4 საათიანი დაიხურა აქ. ანუ ამ წინა 4 საათიანის ჰაი იქნებოდა ამ ადგილზე. შესაბამისად ხედავთ ესეთ რაღაცას. მარკეტი ადის პირველ რიგში სვიპავს ამ ადგილს, შედის 4 საათიან გიპში და დისკაუნტის ზონაც იყო ამ ადგილში. აქედან იცვლის სტრუქტურას, აინვერსებს გებს და ჩამოდის, აკეთებს დისტრიბუციას დაბლა მხარეს. ხო და მთავარი რაც უნდა იცოდეთ, მარტო ამ კონცეფტის ცოდნა არ მოგცემთ მარკეტზე ფინანსურ თავისუფლებას. პირველ რიგში ძალიან ბევრი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი და შემდეგ სტრატეგია. თუ გინდა ამდა ესეთი კონცეფტების დეტალური განხილვა და შესწავლა მაღალ დონეზე, შემოდი ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.